Პრეცედენტული ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია დამწვარია ჯამში 15,000 კვადრატული მეტრის ფართობი. Ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები იყო განთავსებული. ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტები და მედპერსონალი არის ევაკუირებული. მოხდარის დეტალებს და ადგილზე არსებულ ვითარებას ახლა თამუნა ნადარეიშვილი გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. თამუნა, გისმენთ. თბილისში ეგრეთ წოდებული ბორჯომი ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრე მაშველებმა დაახლოებით 2 საათის წინ შეძლეს, თუმცა ისინია ამ დრომდე რჩებიან ადგილზე და მიმდინარეობს უკვე მრჩოლავი კერების დამუშავება. დამწვარია საერთო ჯამში 15,000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართობი, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის მეორადი ტანსაცმელი, ხილბოსტნეული. ამასთანავე დილით გამთენიის 7-ის ნახევარზე შევიდა 112-ში ხანძრის შესახებ ზარი და აქ ადგილზე მალევე მობილიზდნენ მეხანძრე მაშველები. დაახლოებით 150 მეხანძრე მაშველი იყო სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული და 30 ეკიპაჟი. დაახლოებით ხანძრის ლიკვიდაციის შედეგად დამწვარი ნიმუშების რაოდენობა, ასევე ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ასევე უცნობია რის გამოგაჩნდა ხანძარი. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ უმეტესობას ფართები დაზღვეული არ ქონია. რა ხდება, კაცმა არ იცის. ფანჯრები ჩამტვრეულია და წყალი მისხმულია, არ ვიცი რა ხდება. რა ვიცი, ზევით იყო ხანძარი, მაგრამ გადმოვიდა აქეთკენაც და ჩემ გვერდზე მაღაზია დაიწვა. რომ მოვედი იწვოდა ყველაფერი. ჩვენი სიგარეტის საბითუმო არის. არა, რაღაცა ნაწილი გადარჩა გარეთ ყრიან, ეხლა რაც თუ რამე გადარჩა, მაგრამ სიგარეტი თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება, მაგის რა ვიცი. რას გადავარჩევ არ ვიცი. მე რომ მოვედი უკვე მოდებული იყო ალი. 20 წუთი უკვე ეკიდა ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი ვაფშე ჩამწვარი იყო რომ მოვედი, არაფერი არ ვიცი. ყველაზე მთავარი რაც არის კლინიკების ჟანგბადის საცავები გადაარჩინეს, რის გამოჩენილება უფრო მეტი და საშინელება მომხდარიყო. დამწვარია დაახლოებით 16,000 კვადრატული. ამ წუთას მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯერჯერობით არ შეიძლება ზარალზე ლაპარაკი, სანამ არ მოხდება ამის დათვლა და მიმდინარეობს ამის დათვლა. სამწუხაროდ დაზღვევა მეტ ნაწილს არ აქვს. საინტერესოა რატო არ აქვს, იმიტომ რომ ხელმძღვანელობასთან გასაუბრება ბაზრობების ვერ მოვახერხეთ დაკითხვაზე არიან მიზეზების გარკვევის ნაწილში. როგორც კი შევძლებთ რამის გარკვევას გავარკვევთ, არ არის ძირითადი მოსახლეობა, ძირითადი მოიჯარეები დაზღვეულები არ არიან. 5 წუთშია ეკიპაჟები ადგილზე მოსულები. დაახლოებით 150 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 30 სახანძრო ავტო სპეციალური ტექნიკა, რამაც მოგვცა საშუალება ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნა. იყო გავრცელების რისკის საფრთხე, რა თქმა უნდა. დაახლოებით ამ დროისთვის დამწვარია 15,000 კვადრატულ მეტრზე. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მრჩოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია, საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის. ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ ამ დროისთვის. რაც შეეხება პაციენტებს, ოპერატიულად იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მიმდინარეობს ამ დრომდეც პაციენტების გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებად. პირველ ეტაპზე ვიდრე მოხდებოდა სრული მობილიზება სასწრაფო ეკიპაჟების, მეხანძრე მაშველების მიერ იყო დაწყებული ღონისძიება. შესაბამისად, შემოგვიერთნენ მე სასწრაფოს ეკიპაჟები და მათი ჩართულობით მოხდა გამოყვანა გადაყვანა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ვაგზლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე კლინიკიდან მოხდა როგორც პაციენტების, ასევე მედპერსონალის ევაკუაცია. სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს როგორც კლინიკა ჰელსიკორიდან, ასევე ქევანიშვილის კლინიკიდან პაციენტები და ისინი თბილისში მდებარე სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. პაციენტების და მედპერსონალის ევაკუაციის საჭიროება არ ქონია თოდუას კლინიკას. ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას, თუმცა ისინი დღეს ამბულატორიულ პაციენტების მიღებას აჩერებენ. თოდუას კლინიკიდან არც ერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა. კლინიკაში ფუნქციონირებს უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, რომელმაც გვიხარია, რომ შესაბამისად იმუშავა და ვაგრძელებთ სტაციონარში პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. დროებით არის შეჩერებული ამბულატორიული მიღება, ზოგადად ტერიტორიაზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ვაგრძელებთ პროტოკოლით გათვალისწინებულ სამუშაოებს. იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან უკვე შეუფერხებლად გავაგრძელებთ ამბულატორიული პაციენტების მიღებასაც. პრობლემა შეექმნა ჩვენს
ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, როგორც ხედავთ და ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი იქნა ოპერატიულად გადაყვანილი პინეოში, ალადაშვილის კლინიკაში და ინგოროყვაში. ზოგიერთი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილებით, ხოლო დანარჩენი პაციენტების სასწრაფო ჩვეულებრივი სასწრაფო მანქანებით. როგორც გითხარით, ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება, დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. მადლობა თამნე ნადარეიშვილი იყო პირდაპირ ეთერში.